მოგესალმებით ჯეო როუდმანიას მაყურებლებო, მე ვარ გიორგი ციკლაური და დღეს ცოტა უხეში ტესტ-დრაივი გვაქვს უფრო. ანუ ვიდრე აქამდე გადაგვიღია, ტალახით ჩავთეთ საქმეში და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება Mitsubishi Delica. საკმაოდ ძლიერი ავტომობილი უგზაობისთვის და გამძლეობაში ძალიან კარგია. I'm a hitman. I'm a hitman. I'm a hitman. Pull out the hitman. I'm a hitman. Pull out the. I'm a hitman. I'm a hitman. I'm a hitman. Pull out the hitman. I'm a hitman. Pull out the. Let's go. Put your fucking hands up. I'm a hitman. I'm a hitman. I'm a hitman. Pull out the hitman. I'm a hitman. Pull out the. I'm a hitman. I'm a hitman. I'm a hitman. Pull out the hitman. I'm a hitman. Pull out the.
როგორც ხედავთ, ეს არ არის სტოკი, ქარხნული, ანუ აყენია 31 ინჩიანი საბურავები, დალიფტულია ეს ავტომობილი, გვაქვს რაფტორის საღებავით, შნორკელიც და კლირენსზე მინდა ვისაუბრო ქარხნულად. ქარხნულად ამ ავტომობილის კლირენსი აქვს 210 მმ. და ნუ ეს ხლა ფაქტია, ეს ავტომობილი ბევრად აღემატება ამის კლირენს ქარხნულად. და კიდევ საკმაოდ კარგი ავტომობილია გამძლეობით, როგორც წეგან აღნიშნე. ეს არ არის ანუ მარტო მიკროავტობუსი. ეს არის ორნაირი ავტომობილი. თითქმის ეს არის მინივენის და მიკროავტობუსის კლასში შედის და თან არის ჯიპი ფაქტობრივად ეს ავტომობილი, იმიტომ რომ პაჯეროების, პაჯერო იოსი და პაჯერო 2-ის კომბინაციებში არის შესული ამ მანქანის თითქმის უმეტესობა ნაწილი. და რა თქმა უნდა, საკმაოდ ძლიერიცაა, გამძლეც. ძრავი GDI გვაქვს, 3-დან 0 ბენზინია მისი ძრავი და ბლოკირებები არ გვაქვს, ღია ხიდებით არის ეს მანქანა. 2.8 ტურბოდიზელზე, ინტერკულერზე, ანუ ასევე დელიკის ვერსია არის ეს. იქ უკანა ხიდის ბლოკირება გვაქვს ხოლმე და ჩვეულებრივი სუპერ სელექტია ეს ავტომობილი, ანუ ჩვეულებრივად შეგვიძლია უგზაობაში გადავაადგილდეთ ძალიან მარტივად. და ასევე ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, ამ ავტომობილს ადარებენ რუსულ უაზ ბუხანკას, ტაბლეტკას ასე რომ ვთქვათ. და ყველას თავისი აზრი აქვს ახლა, ზოგი იძახის დელიკა ჯობია, ზოგი უაზია. მე ჩემი პირადი აზრი არის ასეთი. ამ ავტომობილს ვერ შეადარებ უაზს, იმიტომ რომ უაზი სამხედრო ზაკაზია, ასე რომ ვთქვათ და სულ სხვა რამისთვისაა შექმნილი, ანუ ძალიან მძიმე ადგილებისთვისაა შექმნილი. არა ამ ქვეყნიურ გზაობაში უნდა იაროს იმ მანქანამ, კლირენსიც ქარხნულად ყველაზე მაღალი აქვს. ნუ ახლანდელ გელენდვაგენზე, ანუ პორტალებიანზე, რა თქმა უნდა, ის ბევრად მაღალია, მაგრამ დანარჩენზე ვიძახი. 310 მმ-ია უაზი და ეს ავტომობილი 210 და ეს ბევრ ამას ნიშნავს, იმიტომ რომ თითქმის კალიებში, სულ უბრალო კალიაშიც უაზს ეს ვერ გაყვება. სადაც გაივლის უაზი, იქ ვერ გაივლის ეს ავტომობილი. იამებს გულისხმობ, ანუ კალიებში, დიდებში, სადაც უაზი გაივლის, ეს იქ ვერ გაივლის. ზოგან, პატარა კალიაში ესეც გაივლის. და კიდევ უაზს აგრესიული საბურავები აქვს უფრო ქარხნულად, ანუ ქარხნულად რომ მიუდგეთ ამ ორივე მანქანის ჭიდილს. უაზი აგრესიული MT-ებით გამოდის, კამებით და ომსკშინებით გამოდის, ომსკშინები უფრო აგრესიულებია და ამ ავტომობილს უშვებენ AT-ებით, ხან MT-ებითაც უშვებენ. ოღონდ ის MT-ები იმდენად აგრესიულები არ არის, როგორც უაზის საბურავები. და ძრავებს რაც შეეხება, ძრავი დელიკასაც კარგი აქვს და უაზსაც ორივეს ძრავი გამძლეა, ძლიერი და ძრავებში შეიძლება კიდევ შედარება. ძალებში და ასე რომ ვთქვათ, ნიუტონებში, თხენი ძალებში და სხვა ახლა კლირენსი არის off-road-ში უმთავრესი რაღაც. უაზი მართალია ღია ხიდებით არის, მაგრამ კლირენსის ხარჯზე და სისტემის ხარჯზე მაინც შეუძლია აჯობოს ამ ავტომობილს. ახლა დელიკას ფანებმა არ მიწყინოთ, მეც ნამდვილად მომწონს ეს ავტომობილი, მაგრამ ბევრგან მიცდია და დიდი გამოცდილება მაქვს ამ საკითხში და რომ ვიცი, იმიტომ ამბობ, რომ არ ვიცოდი, ამას არ ვიტყოდი. ვიცი ახლა ბევრი გამავტყუნებს ნამდვილად, მაგრამ ეს ასეა და საწყენი აქ არაფერია. კიდევ გვაქვს რაპტორის საღებავი, რომელიც არის ძალიან გამძლე. ანუ off-road-ისთვის არის შექმნილი თითქმის ეს საღებავი, უგზაობისთვის. ტყეში, ანუ ტოტები როცა გვიხახუნება ჩვეულებრივ საღებავზე, იკაწრება მანქანა. უბრალოდ ოდნავადაც რო შეხოს ტოტი, ტოტს გააჩნია. ეგრევე კაწრავს თლიან ძარას, ასე რომ ვთქვათ. და ეს საღებავი სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ყველანაირ ტოტს და უბედურებას გაუძლოს. თუ რა თქმა უნდა კლდე არ იქნება, რაღაც ქვა არ მოხდება. საკმაოდ კარგი საღებავია და ძვირი ძღის რაპტორი. კობრაც არის ისოთა მწვანეა. კობრაც კარგია, მაგრამ რაპტორი ბევრად ჯობს კობრას აღებავს. ასევე როგორც წეგან აღნიშნე, გვაქვს შნორკელი ამ ავტომობილზე და შნორკელში ასხია ზეთი, რომელიც ჭუჭყს იკრავს და გაბიდვნის განიცავს შნორკელს, რადგან ჰაერი კარგად გაატაროს, ვინაიდან შნორკელი იმისთვის არის, რომ ავტომობილი ძალიან ღრმა წყალში გადაადგილდეს და როდესაც ეს ავტომობილი ღრმა წყალში შევა, უკვე თითქმის ამ შნორკელის იმედზე გადაადგილდება, მოძრაობს ანუ წყალში. სხვანაირად ეს ავტომობილი ღრმა წყალში ვერ ივლის შნორკელის გარეშე. და ძალიან კარგი რაღაც არის ეს შნორკელი. ჩავიხედოთ ძრავში. ძრავი როგორც წეგან აღნიშნე, გვაქვს 3-დან 0 ბენზინი 6 ცილინდრით, რომელიც გამოიმუშავებს 185 ცხენისძალას. და ეს ცხენისძალები, რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის გადაადგილებაში ყოფნის.
და ძალიან ძლიერი ძრავიცაა. ძალიან მოსწონთ ამ ავტომობილის ძრავები და მე ერთი რაღაც მინდა აღნიშნო, რომ დელიკის სვაპი არ მინახავს ჯერ, ანუ სვაპი არის, როდესაც ქარხნულ ავტომობილს ანაცვლებს სხვა ძლიერი ძრავით ავტომობილში და დელიკაში ჯერ ესეთი რაღაც არ შემინიშნავს, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ძრავია, ძლიერი, ანუ 6 ცილინდრია ახლა და რაშიც ამ მანქანას იყენებენ, იმისთვის მანქანას ყოფნის ეს ძრავი ერევა უპრობლემოდ და თქვენ ნახავთ კადრებს შემდეგ ტესტ-დრაივის დროს თუ როგორ ადგილებში ერევა მეორე სიჩქარით რაზდატკის გარეშე ძრავი ამ ავტომობილის, ანუ ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე შეუძლია მეორე სიჩქარით ადგილიდანაც დაძრას რაზდატკის გარეშე ტალახში, ღრმა ტალახს გულისხმობ ახლა, უბრალო გუბეს არა, დაძრას ავტომობილი. და მე ძალიან მომეწონა ამ ავტომობილისა, ну ეს რა თქმა უნდა ძრავის დამსახურებაა, როდესაც იდეალურად ეწევა ავტომობილი, ასე რომ ვთქვათ. და არის საკმაოდ გამძლე ძრავები ესენი, არ ემდორებიან ხალხი, ანუ ზეთის ჭამაში და ეგეთ რაღაცეებში იოსნაირად. ну მართლა კარგი ძრავია ახლა ეს, სხვა ბევრი ისეთი არაფერი გვაქვს ალაპარაკო, პრეტენზიული ძრავი არაა. ზეთს ახლა თუ არ მოუვარე, ყველა ძრავი დაიკლებს, სულ ტანკი იყოს, ყველა ძრავი დაიკლებს ზეთს და ამ ავტომობილებს ასევე თავისი გამძლეობის გამო და კომფორტის გამო იყენებენ ტურებში, ანუ სამოგზაუროდ. თენთიან ადგილებში, სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთში და ასეთ ადგილებში ძალიან კომფორტულია ეს ავტომობილი და თან კარგად დადის და საქართველოში საკმაოდ პოპულარულია ეს ჩვენი ავტომობილი და ფასები 3-დან როგორც ხედავთ საკმაოდ კომფორტული ავტომობილია შიგნიდან. გარედან როგორ ტალახიც არ უნდა ვიაროთ, როგორ უგზაობაში არ უნდა ვიაროთ, ანუ შიგნიდან უკან გზავრები, ძღოლიც ყველანაირად, ანუ კომფორტულად ზის და საჭმელი არ შივდებათ ჯაღჯაღით და ძალიან ცუდად სიარულით. ტევადი ავტომობილიცაა, ხედავთ საბარგულიც ამაგრია ჩვენს ავტომობილს, დამაგრებული აქვს და რა ვიცი, შიგნითად დიზაინიც მომწონს, კარგად არის შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ოფროუდისთვისაა ეს ავტომობილი შექმნილი, ოფროუდ ტურებისთვის, შიგნიდან დიზაინიც ძალიან მომწონს, კარგადაა შექმნილი. სიდენიებიც კარგი აქვს, იატაკიც და ყველაფერი 10-იანზეა, ასე რომ ვთქვათ, გაკეთებული. აგერ გვაქვს სკამი, შეგვიძლია გადმოვშალოთ ეს სკამი და ისე გამოვიყენოთ, რომ კიდევ ერთი ადამიანი დაჯდეს, როცა სხვა ადგილები დაკავებული იქნება. გადავინაცვლოთ ახლა შიგნიდან. ну პრიმიტიული ტორპედო აქვს, საკმაოდ მარტივია უგზაობისთვის, ანუ ადვილად არ ისურება, არ ფუჭდება, არ ხუნდება ეს ტორპედო, ასე რომ ვთქვათ. და საკმაოდ კომფორტულიცაა შიგნიდან და კარგია, ანუ ზევიდან უყურებთ თითქმის ყველაფერს. პრივორებიც რა თქმა უნდა პაჯეროსავით და იოსავით გვიჩვენებს ყველაფერს, როცა ერთობა წინახიდი, სუპერსელექტის სისტემა აქვს ამ ავტომობილს, როგორც აღნიშნე წეღან და LLC, ანუ დემულტიფიკატორი, რაც დატკა. როგორც წინა ვიდეოში აღნიშნე, ესეც იგივენაირადაა. წინახიდი შეგვიძლია ჩავართოთ, ანუ ყველაფრის გარეშე შეგვიძლია E-შიც იყოს, R-შიც, D-შიც, პირველშიც, მეორეშიც და N-შიც. მაგრამ როდესაც ძრავი აღარ ყოფნის და გვჭირდება სუპერსელექტის და რაზდატკის დახმარებაც, ამ შემთხვევაში ნეიტრალში უნდა ჩავარდოთ აუცილებლად სიჩქარე და ისე ჩავართოთ შემდეგ ეს ყველაფერი, თორემ ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ კარობკა გაფუჭდეს. ამ დონემდე მივალთ და ეს ძალიან ცუდია, ხარჯებში გადავარდებით ტყუილად და არღირს ამდენი წვალებად. ნეიტრალში ჩავაგდებ და შემდეგ ჩავართავთ სუპერსელექტსაც, HLC-ს და LLC-ს რაზდატკას. და გადავადგილდებით რთულ ადგილებში უპრობლემოდ. სპიდომეტრს რაც შეეხება სისწრაფე დიდი ვერ აქვს ამ ავტომობილს მაინც, მაგრამ მაინც კარგად ეწევა. 180 აქვს ქარხნულად სპიდომეტრი და შეუძლია 140-მდე გადაწევა. კარგად დაიქოქა ესეც პაჯეროს მსგავსად. და მოდით ახლა გავიაროთ მცირე მონაკვეთზე და ნელ-ნელა შეგატყობინებთ როგორ დადის, უხეშია თურბილია და გავიგებთ უკვე ამ ავტომობილის მოძრაობას. ძრავზე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რაღაც, რომ ადგილიდან ეწევა ძრავი ძალიან კარგად. ჩვენც ახლა მაინც მსუბუქ ოფროუდში არ დავდივართ, ძალიან ისეთი ცუდი გზა არის, მაგრამ ავტომობილი რბილად დადის, ანუ
ძრავი ერევა ავტომობილს აქვე მინდა აღნიშნო კიდევ. დიაგონალებზე გადასვლაც არ უჭირს ამ ავტომობილს, კარგად უმკლავდება დიაგონალებს და როდესაც გინდა 4x4-ზე ავტომობილი იარო კომფორტულად, იარო ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, მაშინ გიჩვენებთ რომ შეიძინოთ ეს ავტომობილი, იმიტომ რომ ამ ავტომობილმა გაამართლა ამ საკითხში, საკმაოდ რბილადაც დადის, კარგად დადის და გადაადგილება არ უჭირს კიდევ, რაც მთავარია, მიგიყვანს ადგილზე, სადაც მოისურვებ. სტოპის ყოლობაზე და კარგად ივლის. არ ვხედავთ, დიდი იამა იყო და საკმაოდ რბილად გადავიდა. აქ არ ჩანს ახლა სად გადავიარეთ, მაგრამ ძალიან კარგად დადის ეს ავტომობილი. მინდა აღნიშნო, რბილია, წვაზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, წვა ნორმალური აქვს, არც ბევრი აქვს და არც ცოტა. ანუ თავისი ძარის შემთხვევაში საკმაოდ კარგი წვა აქვს და იმიტომ არის ეს ავტომობილი საკმაოდ გამართული და გამართლებულიც. ძალიან კარგად დადის. ახლა მოდით ცოტა ტალახში გავიაროთ. ნახოთ როგორ გაუმკლავდება ჩვენი ავტომობილი ტალახს და თქვენც ნახავთ ახლა სად გავივლით. საკმაოდ რთული მონაკვეთია, Toyota Land Cruiser-ი ვერ გავიდა ამ ადგილას. მინდა აღნიშნო და ჩვენ ვცადოთ ახლა რას ვიზამთ. როგორც ხედავთ, კალიები არის ძალიან დიდი და ძალიან რთული იქნება აქ გასვლა. ცოტა დიდი გაზი დაგჭირდება ამისთვის. როგორც ხედავთ, სადაც Land Cruiser-ი ვერ გავიდა, სტანდარტული იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ კლირენსითაც ვჯობნით, რა თქმა უნდა, დალიფტულია ჩვენი ავტომობილი და კიდევ ბევრი რამით საბურავებით, რა თქმა უნდა. ძალიან უხეში ტესტ-დრაივი გამოვიდა, ჩვენ დელიკა მიყოჩაღა და ძალიან კარგად გაართვა თავის საკმაოდ რთულ დაბკოლებებს. დღევანდელმა ტესტ-დრაივმა კარგად ჩაიარა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ვიდეო და შემდეგში ძალიან კარგ ტესტ-დრაივებს შემოგთავაზებთ უფრო რთულ გზებზე და ამ დროს მადლობა მინდა გადავუხადო ამ ავტომობილის პატრონს, იმიტომ რომ თითქმის მარტო მანქანა გამოგვატანა, საკმაოდ კარგი ადამიანია, დიდ მადლობას უხდი ნდობისთვის, გიორგი ასანიშვილს და წარმატებებს უსურვებ მას მომავალში. გემშვიდობებით.